Opa, აი ძლივს. სალამი ყველას. დღეს ვართ პეკინში ჩამოსულები 4 დღიან ტრიპზე. ამ 4 დღეში ისე არ გამოვიდოდა, რომ ერთი თევზღაობა არ მომემსხო აქ. და საბოლოო ჯამში ვიპოვე ადამიანი, რომელიც წამიყვანს მდინარეზე, სადაც არის კალმახები. კერძო მდინარე არის, შემოღობილი ადგილი არის, რაღაც კონკრეტული არეა. და სავარაუდოდ საკალმახი არის ჩვეულებრივი. მაგრამ არის რაღაც მთებში ქალაქიდან დაახლოებით 80 კილომეტრი უნდა ვიაროთ. საინტერესო თევზაობა უნდა გამოვიდეს, ლოკაცია ძალიან ლამაზია, ვიდეორაც ჩამიგდეს. ძალიან ბევრი ოქროსფერი კალმახი ყავთ, სუფთა წყალია. და ვნახოთ რა შედეგს დავდებთ, როგორი სასიამოვნო თევზაობა გამოგვივა, იმიტომ რომ კალმახი მაინც სხვა თევზია რა. სხვა ემოციები აქვს კალმახს. ძალიან მაინტერესებს. და დასაწყისშივე გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და შევბერავთ ლოკაციიდან. დავჯდეთ მეტროში. თუ ოდესმე ვინმე ჩამოხვალ პეკინში და დააპირებ თევზაობას, გაითვალისწინეთ, რომ დაახლოებით 20 მეტროს ხაზი არის. 40 წუთიდან 1 საათამდე მაინც გინდა რაღაც კონკრეტულ ლოკაციაზე რომ მიხვიდეთ. თუ ძალიან ახლოში არ არის. მე დაახლოებით 1 საათი დამჭირდა ახლა და გამოვიცვალე 2 მეტროს ხაზი. და აქედან კიდე 2 საათი უნდა ვიაროთ მთებისკენ და იქიდანაც მე ანალოგიურად ამ გზაში დაახლოებით 6 საათი მინდა წინ და უკან. Hello. How are you? Nice to meet you. Let's go. ჩამოვედი მთებში, მაგარი ლოკაციაა ძალიან. არ ვიცი, რამდენად ჩანს ახლა კამერაში, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ლამაზი არის ყველაფერი. ბევრი თევზი არის, აი უკან. ოქროსფერი კალმახები უნდა გამოჩნდეს ესეთი. ჩემს უკან კიდე უზარმაზარი მთებია და ამ მთებს შორის არის ესეთი საკალმახე, სადაც ჩემი აზრით რომ ძალიან გავერთობით დღეს. ასე რომ დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და შევბეროთ უკვე თევზაობა, თორემ მიკაცკაცებს ხელები. ოპა. შვენიერი დაჯდა. წყნარად. ესეთი ლამაზი. იმუშავა მუსტარდის სილიკონმა, просто ნემსკავი გამიღუნა. და გვაგზავნებ თევზაობას ესე მუსტარდის სილიკონით. ოპა. დაჯდა კიდე. ოპა. ეს ყავისფერი კალმახია. ესეც ძალიან ლამაზია. ესეც კი არა, ეს არის ლამაზი თუ არის. ოპა, ნახე ვაშუა. ამაში ხედე. სილამაზე. ეს არის სილამაზე. ულამაზესი კალმახია, მართლა. ესეთი ლამაზი კალმახი არ მყავს არსად ნანახი. პირველად ნახე ახლა აქ. ოპა. დაჯდა. დაჯდა. კარგად იმუშავა. ოპა.
შვენიერი ესეთი ალბინოსი დავიჭირეთ. პირველად დავიჭირე ალბინოსი. Опа, რა წაიღო ბიჭო. აი, და გაიძრო ამ ვირიშვილმა. ოპა. ისე ყავისფერი დავსვით. ესეთი სილამაზე არის ეს ყავისფერი კალმახი. ლამაზესი. წადი ჯიგარო. საბოლოო ჯამში აქ დავასრულებ თევზაობას. ცოტა ხანში დავიძრები უკვე სახლში. დიდად საინტერესო არც არის უკვე. ჯამში დაახლოებით 4 კალმახი დავიჭირეთ თუ არ ვცდები. ასე თუ ისე გავერთე, ადგილი მომეწონა. ვისიამოვნე რაც თავარი იყო და თავარი მიზანი რაც იყო რომ ჩინეთში დამეჭირა კალმახი, ავასრულე. ასე რომ შემდეგი თევზაობის ვიდეოები უკვე საქართველოში იქნება. აქედანვე დალაიქე, გამოიწერე არხი და არ გამოტოვე ჩემი ვიდეოები. დროებით.